იყო ბოლო ჯამსო რა. მეორე მოსვლას. მოდი ანგელოზები და გაარჩევნა, ვის დარჩენილი რა თქმა უნდა, იმაზე ლაპარაკი, ვის დარჩენილი დედამიწაზე უნდა ვიცით რა. კარგებს დაიყვანენ და ცუდები კიდე დავლენ ჯოჯოხეთში, სადაც იქნება კივილი და რჭენა კლივდა და ყველაფერი რა. ანუ ადამიანი უნდა იყოს ყურადღებიანი ძალიან რა. განსაკუთრებით იმ საკითხებში, როცა მის ცხოვრებაზეა ლაპარაკი რა. კარგი შედარება მოიყვანა ეს თავისი მასიმაში, მამა გიორგი ბაცელაძემ რა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ განსაკუთრებულად სულიერ მოძრაობს როცა ვივარჩევთ რა. დღევანდელ თულ დროში რა. როცა ადამიანი დაждდება ავტობუსში, რაღაც რომ მიდისო. იქ ალბათ ყურადღებას აქცევს რა. მძღოლი ფრიზელია თუ თრალია, გამოსტილია მძღოლი თუ არა. ხვალ რაღაცა თუ გზის გზაში, რაღაცა ძრავიდან ან რაღაცა ხმაური მოდის, ნერვიულობს ადამიანი. რამე ხواره გაფოჭებული არ გადაიჭეროს ხევში, ან რამე უბედურება არ მოხდესო. ნახეთ როგორ ზრუნავთო თქვენ. იმიტომ თქვენ მიტიერ იმაზე, ჯანმრთელობაზე ეხება და მით უმეტეს არ უნდა ვიზრუნავთო, როცა ლაპარაკი სულიერ საკითხებზე ჩვენ ცხოვრებაზე. ამიტომ მით უფრო უნდა იზრუნოს ადამიანი სულიერ მოძღვრის არჩევაში დღევანდელ ურთულეს დროში. აი ეს არის რა. ამაზე სწორედ თვითონ მაცხოვარიც ამაზე საუბარს რა. ადამიანი იმ საკითხებში, სადაც ეხება მის ცხოვრებას, ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს. ძალიან. იმიტომ დღეს უკვე ერისკაცული სული, ამათუთისოფლის სული უკვე შეახტენია, უკვე შეძრა ეკლესიაში. აქ უკვე გაჩნდა ლიბერალები, რა ვიცი, პროტესტანტები, კათოლიკების მომხრე, ათასი რაღაცა ზოგიერთები გაჩნდნენ რა. და მოძორავენ მე ხალხს რა. თუმცა გარეგნულად ადამიანი ვერია. აბაჭო არის ყველაფერი. აბსოლუტურად რა. ნორმალურად ლაპარაკობს დალაგებულად. მაგრამ ეს არის გარეგნობა რა. მაგრამ უფლის სიტყვები, რომელიც უფალებს ბრძანებს, რომ არიან ზოგიერთები სუის ნავში გაფრთხილებული გლები, მოქმედებს დღემდე. ეს აქტუალურია დღემდე. ეხლა კიდე აუცილებლად გავიხსენოთ, რომ შაბათ დღეს ძალიან დიდი წმინდანების ხსენება იყო თქვენ იცით, აი როგორი ნამაზი კარგი უცხადია, წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინესი. და მოწამეთობაში თქვენ იცით, განსაკუთრებულად ეს აღინიშნება, ეს მათი თქვენ ზოგადად თქვენ რა თქმა უნდა იცით, მაგრამ ვინც არ იცის მოშუქა შეიცავს, რომ მერვე საუკუნეში ეს მოხდა ყველაფერი, მურვანპრუს შემოსების დროს ეს არაბი დამპყრობელი იყო და თქვენ დაიყვანეს მაშინ ეს ორი აგვეთის მთავრები, დავით და კონსტანტინე თეიზები და ჯერ შესთავაზა, როგორც ყოველთვის ხდებოდა მანამდე და მერე მაჰმადიანობის მიღება, თავისთავად ამ დიდმოწმე მამულიშვილებმა კიდევ უარი თქვეს, მერე აწამეს და მერე მოკლეს და ძალიან დიდი წმინდანები არიან, თქვენ იცით მათი თავისთავად დღემდე მოწამეთის მონასტერში საკუთრებაში ნახება და საშუალება რომ მოვიდეთ კათოლიკოს ამ წმინდანებზე. ასევე შაბათს იყო ხსენება წმინდა ანდრიას სალოსისა, რომელსაც უწოდებენ სალოსების მეფედ უწოდებენ, წმინდა ანდრიას. ყველა ეპოქაში იყვნენ სალოსები, დღესაც არიან, რაღაც შორს მივდივართ, აგერ მამა გაბრიელი, ჩვენი მამა გაბრიელი, აგერ მამა იოანე ოლარი. ეს არის, მაგრამ ეს არის ძალიან შეუძახმელი. ურთულესი რამე, ძალიან ურთულესი უდიდესი ჯვარია რა. იმიტომ რომ ჩვენ როგორც წესი ვერ ვიტანთ ვერც შეურაცხყოფას, ვერც სხვა რამეს რა. პატარა რამესაც არ ვაპატიებ და ვიზიანდები წინს ზოგიერთი წენას წლების მანძილზე გულზე ატარებ, გულში ატარებს. და როგორია როცა შენ აქეთ ისე იქცევი რომ ყველა დაგწინოს შენ. ან შეურაცხყოფა მიღაყენოს. ძალიან დიდი ჯვარია დამჯერ. ეს განსაკუთრებული წმინდანები არიან. ეს არის ხსენება წმინდა დიონისე არიპაგელისა, რომელიც იყო ქალაქ ათენის პირველი ეპისკოპოსი.
არეოპაგელი სწორედ იმიტომაც უწოდეს, რომ იქ როგორც გუში გითხარით, რომ რაღაც პარლამენტური პარლამენტის მსგავსი რაღაცა იყო. ფილოსოფოსები ცნობილი ადამიანები იკრიბებოდნენ და ბრძოლობდნენ ყველა საკითხებზე. და იქ გაიცნო სხვათა შორის მან პავლე მოციქული, როცა პავლე მოციქული ათენში იყო და გახდა მისი მოწაფე. ისე ჩვენ ვიცით, რომ ჩვენამდე მოვიდა ის ცნობილი მისი ეს დარჩენილი მისი თემაზე, სადაც ის წმინდა დიონისე მისი წერილი პავლე მოციქულის მიმართ. სადაც ის წერს, რომ მადლობელი ვარ ღმერთს და შენ, რომ იმიტომ პავლე მოციქულმა პავლე მოციქულის კუთხეით ის მოვიდა, ჩამოვიდა იერუსალიმში და მოვიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამთან. იხილა ის და თავის შთაბეჭდილებებს წერს ამ წერილში და რაც შორის ასე ციტებს, რომ თუ არა შენი გაფრთხილებები, მე ვიფიქრებდი, რომ ჩემ წინაშე რაც ხაება ესეთი მადლი ვიგზენი, როგორც ოთახში შემოვედი, ისეთი სულნელება და ისეთი მადლი მე ვიგზენი, რომ ინახა გონება დავკარგიო რა. და მადლობელი ვარ ღმერთს, ამისა რომ ღმერთო მაგას რომ ვიხილებ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რა. და ისე ვიგვარ თუ ისწრებს რომ თუ არა შენი გაფრთხილება, ესე იგი პავლე მოციქული აფრთხილება. შენ ესეთი შთაბეჭდილება, ესეთი მადლი გამოდის ღვთისმშობელისგან. არ იფიქრო რომ რაც ხაება. მართლაც ისწრებს რომ მე ვიფიქრებ რომ ეს რაღაც შემთხვევაში ხაება. ესეთი მადლის გამოსხივება ვიგზენი მე მისგან. ღმერთმა დაგლოცო ჩემ გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო, გადაგვარჩინოს ჩვენ ამ თანამედროვე დასავლური ეს უღელისაგან თუ რა დავარქვათ მას რა გადაგვარებისაგან გადაგვარჩინოს ღმერთმა, გადაგვარებისგან ჩვენ. აი ხვალ არის სხვათა შორის წმინდა ებრაელოს კათოლიკოსის სვენება. და როგორი დიდი წმინდანია 1650 წელს ესე დამატებით მოგდეს ებრაელოს კათოლიკოსი. როსტომხანის დროს ადვილი იყო, მაშინ ხმის ამოღება არ იყო ადვილი შემოგარგება. მაგრამ შეთქმულების საფარში დადგა წმინდა ებრაელოსი. თუმცა როგორც ხშირად ხდებოდა მოღალატე აღმოჩნდა და დაიხსნა ეს ყველაფერი და დასაჯეს ყველა ყოველდღიურ სკოლაში ებრაელოს კათოლიკოსი. მაგრამ ებრაელოს კათოლიკოსი უდიდესი წმინდანია ჩვენი. და მათის ძმელი და მამაცი და როსტომხანს ვიზი მიწენ. ბევრი თურმე იხსენებს მაგალ და შაჰაბად და მურვანბოლს და ასეთებს. ასე რომ აქვს ჩვენ ესეთი წმინდანები, რომლებიც არ დაუშვებენ საქართველოს გადაგვარებას. ღმერთმა დაგლოცოს